Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესეთ რამეს, რომელსაც ქვია თეოლოგიაში ტიპოლოგია. ძალიან საინტერესო თემაა. ძალიან საინტერესო საგანია საერთოდ ტიპოლოგია ბიბლიაში. ადამიანმა, რომელიც კითხულობს ბიბლიას, ის უნდა ერკვეოდეს ტიპოლოგიაში. რა არის ტიპოლოგია? მარტივი განმარტება რომ მოგცეთ, ეს არის საგნების, მოვლენების კლასიფიკაცია მათი საერთო ნიშნებით. ეს ძალიან მოკლე განმარტება რო გითხრა. და დღეს ასევე ჩვენ ვისაუბრებთ თორის საკვირაო თავს, რომელსაც ქვია ვაეშეფ. ვაეშეფ ეს ივრითული სიტყვაა და ითარგმნება და დასახლდა, დამკვიდრდა, დამკვიდრება, დასახლება. ამ თორის საკვირაო თავს ქვია ზუსტად ესა. ძალიან წინასწარმეტყველური სიტყვაა ჩემოგარგებო ეს და დასახლდა, დამკვიდრება. ამას ჩვენ ვიტყვით ბოლოს. მაგრამ მანამდე სანამ ჩვენ უშუალოდ გადავალთ თორის საკვირაო თავზე, დასაწყისისთვის თქვენ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ქრისტიანობის ებრაული ფესვები. ჩვენ გვაქვს არხი YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე, შეგიძლიათ გამოიწეროთ. ასევე გთხოვთ რომ გააზიაროთ, დაუწეროთ ლაიქი, მოწონება, რათა თქვენი თითეული გააზიარება და მოწონება და კომენტარი ალგორითმი Facebook-ის ამ სოციალური ქსელების მუშაობს ისე რომ რაც უფრო მეტი ლაიქი აქვს, კომენტარი და გააზიარება, მით უმეტ ხალხში ვრცელდება ეს ინფორმაცია. ეს მუშაობს ხელოვნური ინტელექტი ასე. რო ვთქვათ. მაშასე. სიმართლე გითხრა, არც კი ვიცი აი საიდან დავიწყო. დავიწყოთ ენელა. ვაეშეფ ეს არის ისტორია იაკობის, რომელიც დასახლდა ხევრონში, სადაც აბრაამი და იცხაკი ცხოვრობდა. იგი დამკვიდრდა იაკობიც. და ეგრევე იწყება ესეთი ისტორიით, რომ იაკობს ყავდა შვილი იოსები, სიბერის შვილი რო იტყვიან. მისი საყვარელი ქალისაგან, რახელისაგან ყავდა ეს შვილი და ძალიან უყვარდა იაკობს. დავითის შვილი. ეს მე-11 შვილი იყო იაკობის ბიჭი, მაგრამ თავის ძმებს არ უყვარდა იაკობი, რადგანაც თავისი ძმები გრძნობდნენ ამას, რომ მამას უფრო მეტად იოსები უყვარდა ვიდრე იაკობი. ისა დანარჩენი ძმები უпростоრად. ამიტომაც მათ შურდათ. თქვენიც კიდევ დაწერილია, რომ იოსებს ძმების ცუდი საქციელის ხმები მიქონდა მამასთან. აი ჩვენებურად რო ვთქვათ, უშვებდა მამასთან თავისი ძმების ნახელავებს, დასმენას აკეთებდა მამასთან, რომ ეს და ეს ასეა და ამიტომაც ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი მიზეზი მისი სიძულვილის და მეორე, მთავარი ლაიფ მოტივი სიძულვილის ეს იყო, რომ იაკობს ის ძალიან უყვარდა. იაკობმა შეუკერა იოსებს დასაცმელი, მოსასხამი. ამისათვის ძმები კიდევ უფრო გამწარდნენ, ჩვენ არაფერი არ გაგვიგეთა, არაფერი არ შეგვიგერაო. მოკლედ ეს სიტყვით ძმები გადაწყვიტავენ იოსების შეპყრობას. ჯერ მის მოკლას დააპირებენ, მაგრამ მერე გადაიფიქრებენ მის მოკლას და გაყიდიან ისმაელებს მიყიდიან. ისმაელებმა კი გაყიდეს იოსები ეგვიპტეში. მიყიდეს ფარაონის ერთ-ერთ ასის თავს პოტიფარს იოსები. და ზუსტად აქ წყდება ისტორია იოსებზე და უცებ გადავდივართ იუდაზე. იუდა, რომელიც ეს არის მეოთხე ძმა, მეოთხე შვილი იაკობისა, ოღონდ ეს იყო ლეადან წამოსული შვილი.
და იწყება ისტორია იუდაზე. იუდას ყავდა ორი ძე, ორივე გარდაეცვალა, მას ყავდა ძალი თამარი. მესამე შვილზე უნდა მიეთხებია თამარი, მაგრამ პატარა შვილი იყავდა, ანუ ჯერ არ იყო საქორწილოდ ის ბიჭი, უთხრა რომ გაიზრდება მერე. მოგიყვანს მესამე ჩემი შვილი ბიჭი, შენ წაგიყვანსო, მაგრამ იუდას შეეშინა თამარის, რადგანაც ორი ქმარი მოინელა თამარმა. რო ვთქვათ, ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ორივე შვილი იუდას ყავდა არასწორი შვილი, არასწორად იქცეოდნენ უფლის თვალში ისინი და ამიტომაც უფალმა დასაჯა ისინი და წაიყვანა. ამის იუდა შეეშინა ამ მესამე ბიჭის და ამიტომაც არ გააყოლა თამარი. თუმცა დაპირდა თამარს, როდესაც გაიზრდებაო ჩემი მესამე ბიჭიო, გაგაყოლებო. ნუ ასე არ მოხდა. თამარმა გაიგო რომ იუდას ბიჭი გაიზარდა, მაგრამ რატომაც იუდა არ ჩქარობდა მის მოყვანას და გაიგო რომ იუდა იმ ხარებში ჩამოვიდა, სადაც თამარი ცხოვრობდა. თამარი მამამისის სახლში დაბრუნებული იყო ამ დროს. ცხოვრების გაპასვის სეზონი იყო ისრაელში. ეს დაახლოებით მაის-აპრილში ხდება ისრაელში ეგ იმ დროს. თუ ვინმე საინტერესებს ეს ინფორმაცია. და თამარმა მიმართა ესეთ ხერხს. თამარმა ჩაიცვა მეძავის ფორმა და მივიდა სადაც იქ სიმამრი იყო თავისი იუდა. იუდას დიდი ხანია უკვე ცოლი აღარ ყავდა. ასე თუ ისე ჩვენ გვეუბნება რომ მას ურთიერთობა არავისთან არ ჰქონდა. დაინახა თამარი, ეგონა მეძავი და მეძავთან შესვლა მოუნდა. შესვლა ამას ანუ დაწოლა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ახლა აღმოსავლეთში, რომ იცოდეთ. ამისათვის არავინ არ განკიცხავდა არც იუდას, არც იმ მეძავს არ კიცხავდა, იმიტომ რომ მაგისტრის მეძავის პროფესია ეგ იყო. და იუდამ შესთავაზა რომ ვიცხოვრო, მაგრამ შემოუშენდა, მაგრამ ხელში არაფერი არ ჰქონდა იუდას და თამარმა წინ სართავი, ანუ რო ვთქვათ, ბე დაიტოვა. რომ შეპირდა იუდა რომ თიკანს გამოუგზავნიდა, ცხვარს გამოუგზავნიდა პატარა თიკანს ამ საქმეში, მაგრამ ბე დაიტოვა თამარმა იუდას ბეჭედი, მოსასხამი და იუდას კვერთხი. შემდეგ გაიგო რომ იუდამ თამარმა იმრუშა თურმე, რომ ორსულათა გამოვიდა იუდა თამარის დასაწვავად, რომ აი როგორ გაბედა და იმრუშა და უღალატა იუდას სახლს, მაგრამ თამარმა უთხრა, ვისიცა ეს კვერთხი, ბეჭედი და მოსასხამი მან დამწვას. ნუ იმასთან ვიწექიო რა, რო ვთქვათ ასე კონკრეტულად. და იუდამაც ჩემზე მართალია თამარი. იუდამ აღიარა რომ თამარი მართალი იყო, თამარს არ შეუწოდავს, ანუ რო ვთქვათ ესეთი მაშინ არ არსებობდა რჯულის კანონი, თორის კანონი, მაგრამ რაღაც კანონები იყო. იმ კანონის მიხედვით თამარი იყო მართალი. და ამის შემდეგ თამარ შეეძინა ესეთი ძე, რომელსაც ქვია ფარეცი. მათე სახარების გენეალოგიას თუ ჩამოყვებით, იქ წერია იუდამ შვა ფერეცი, თამარისაგან. ზუსტად ეს ისტორია არის ამ თორის საკვირაო თავში ვაეშევ დამკვიდრდება და აქ მთავრდება ეს ისტორია და გრძელდება ისევ იოსების ისტორია. იოსები, რომელიც ემსახურებოდა პოტიფარს, რომელიც შეწუხებული იყო პოტიფარის ცოლისაგან, პოტიფარის ცოლს მოწონდა ძალიან იოსები და სულ ცდილობდა მის შეცდენას, სტუნებას. ებრაელი კომენტატორები გონებიან, რომ 1 წლის მანძილზე დაძლებდა პოტიფარის ცოლი იოსებს ყველანაირად. არის ესეთი აპოკრიფული თხზულება, რომელსაც ქვია აბრაამის ანდერძი.
და აბრაამის ანდერძში შედის ესეთი თხზულებაც იოსების ანდერძი. აბრაამის ანდერძში მოიცაზება იაკობის ანდერძი, ისააკის ანდერძი და ასევე არის იოსების ანდერძი, სადაც იოსები ესეთ რამეს წერს. თვითონ და იოსები, მე რატო ვიშველებ ამ წყაროს ახლა გეტყვით, როგორ ცდილობდა იოსები დახსნას. იოსები ამბობდა, არასოდეს, როდესაც მან იცოდა, რომ პოტიფარის სახლში არ იყო და მსახურების სახლში არ იყო და თვითონ იყო, ის არასოდეს ღვინოს არ სვამდა. ერთჭიქა ღვინოსაც კი არ სვამდა. ანუ მან იცოდა, რომ ერთჭიქა სასმელიდან შეიძლება დაღუპულიყო და ჩავადნილიყო ცოდვაში. ჩემო კარგებო, თქვენ უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს, რას თავაზობდა პოტიფარის ცოლი იოსებს. აქაა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ვიცოდეთ ისტორიული, კულტურული კონტექსტი ამ ყველაფრისა. პოტიფარის ცოლი თავაზობდა იოსებს, რომ პოტიფარი მოეკლა იოსებს პოტიფარი და გამხდარიყო იოსები მისი მეუღლე და დამკვიდრდებოდა ყველაფერს, რაც მას აქვს. შეიძლება ვკითხოთ, ბიბლიაში ეს ახლა არ წერია. საწერია ბიბლიაში. მართალია, პირდაპირ ტექსტით ბიბლიაში არ წერია, მაგრამ ამის გაგებაში და განმარტებაში ჩვენ გვეხმარება ისტორიული, კულტურული კონტექსტი. გახსოვთ აბრაამი და სარა, როდესაც ჩავიდნენ ეგვიპტეში, რატომ თქვა აბრაამმა, რომ ჩემი და არის ესო? თუ გახსოვთ. სწორედ შიშის გამო, რადგანაც ეგვიპტეში იყო ესეთი წესი მაშინ დროს, რომ თუ ვინმეს მოეწონებოდა ქალი, მას არ ქონდა ქმრის სიცოცხლეში ამ ქალთან დაწოლილიყო. ანუ არ ქონდა უფლება. თუ მოესურებოდა ეს ქალი, მას უნდა მოეკლა ქმარი და ეს ქალი უნდა წაიყვანა სახლში. ესეთი წესები იყო. და ფაქტიურად ქალი ამას თავაზობდა იოსებს. პოტიფარის თანამდებობას, პოტიფარის სახლს, პოტიფარის ქონებას და პოტიფარის ცოლს. ხედავთ რაში სად იმალება თავი, ველის თავი, რო ვთქვათ. თუ არა, ძაღლის თავი სადაა დამარხული, ხო? აი ეგ იყო ზუსტად ძაღლის თავი დამალული და ამიტომ არ წავიდა იოსები ამ ყველაფერზე. იმიტომ რომ იოსებმა იცოდა, რომ ამას დიდი რამე მოყვებოდა. აქ მარტო მრუშობაზე არ იყო ლაპარაკი, ჩემო კარგებო. აქ თელის ის იყო, რადგანაც მარტო მრუშობა რო ყოფილიყო, მოკლავდნენ იმ ქალსაც და იოსებსაც. მაგრამ აქ ცოტა ღრმად იყო საქმე, რომ ამ ქალს უნდა პოტიფარის სიკვდილი და იოსები დამკვიდრებულა და მაგრამ რადგანაც ამ ქალმა მიიღო ვარი და თქვენ იცით ყველა გაბოროტებული ქალი, ანუ უარყოფილი ქალი საშინელებაა. და მათი შურისძიებაც არის საშინელი. ეს ისე ლირიკული გადახვევა. და ეგ მთავრდება და ამის შემდეგ ხო იოსები სვამენ ციხეში. ციხეშიც იოსები წარმატებული იყო, თავისი შრომის მოყვარეობით და თავისი პატიოსნობით მან მოიმსახურა ციხის უფროსის გულმოწყალება, ანუ რო იტყვა მადლი ჰპოვა იოსებმა ციხის უფროსის თვალში, ანუ მოსაწონი გახდა იოსების პატიოსნური ქცევა და მოქცევა ციხეში და ამით მადლი ჰპოვა, ამას ქვია მაცახენ ბეინაი, ივრითულად ასეა. მე თუ გინდათ მადლის განმარტება, სხვა ვიდეოში მაქვს ეს განმარტებული და აუცილებლად მოусმინეთ. მადლი ეს არ ნიშნავს მარტო დაუმსახურებელ შეწყალებას. წყალობა ივრითულად ეს არის ხესედ და შეწყალება ეს არის რახემ. ანუ სულ სხვადასხვა სიტყვებია, ჩემო კარგებო.
სამწუხაროდ ჩვენ თარგმნებში, სადაც არის სიტყვა ხესედ, წყალობა, შეწყალება ნათარგმნია როგორც მადლი. ეს თარჯიმნების ბრალია. დაუბრუნდეთ ჩვენ ისევ ტექსტს. იოსებმა განუმარტა ორი სიზმარი ფარაონის ორ მსახურს, რომელიც მასაინდად იყო ციხეში. აქედან მეღვინე ხუსესი ვინც იყო, ვინც ფარაონს უსხამდა ღვინოს, იმ დროს ის გადარჩა და იოსებმა უთხრა გამიხსენიო, როდესაც ფარაონთან მოხვდებიო. როგორც ყოველთვის ადამიანებს ძალიან მალე ავიწყდებათ სიკეთე და მასაც დაავიწყდა იოსები. აი აქ მთავრდება ეს მთელი თორის საკვირაო თავი, რომელსაც ქვია ვაეშევ. ეს მოკლე შინაარსი გითხარით, მოკლე შინაარსი, რომელიც გაგრძელდა 17 წუთი და დაბადების წიგნის 37 თავიდან იწყება პირველი მუხლიდან და დაბადების მე-40 თავის 23 მუხლამდე მთავრდება ეს ისტორია. ეს არის თორის საკვირაო თავი ვაეშევ და დამკვიდრდა ისრაელი ხებრონში. იაკობი დამკვიდრდა ხებრონში. მამამისის მიწაზე, ქანაანში, როიტყვია. ახლა არის ჩვენ ვისაუბროთ ტიპოლოგიაზე. ტიპოლოგია, რომელიც ჩვენ გვაქვს იესო ქრისტესთან მიმართებაში. ჩემო კარგებო, ძველი აღთქმის ყველა გმირებს შორის იოსების ისტორია ყველაზე სრულფასოვნად გადმოგვცემს ტიპოლოგიას, ტიპს იესო ქრისტეზე. თუ როგორი უნდა იყოს მესია. იოსები უყვარდა მამამისს. იესო უყვარდა მამამისს. ძმებს შურდა იოსების. ისრაელიანელებს შურდა იესოს. უმეტესობა შეიძლება არა, მაგრამ ნაწილს მაინც შურდა, კერძოდ ეს მღვდელმთავრები და ფარისევლები იყვნენ. ძმებმა გაყიდეს იოსები. მღვდელმთავრებმა გაყიდნენ იესო ქრისტე. 20 ვერცხლად გაიყიდა იოსები, მაშინელ დროს 20 ვერცხლი იგივე ეკვივალენტია იმ 30 ვერცხლისა, რომელიც იყო იესო ქრისტეს დროს. ანუ ფულის ინფლაციის მიხედვით რომ ვისაუბროთ, მაშინელი 20 ვერცხლი უდრიდა ქრისტეს დროინდელ 30 ვერცხლს. ხედავთ ტიპოლოგიურად როგორ ერთმანეთთან არიან კავშირში ეს ყველაფერი. აქ ჩემო კარგებო, ძალიან ბევრი ნიუანსებია, რომელსაც ჩვენ ახლა დროც არ მაქვს, რომ ამდენი ვისაუბრო, უკვე 20 წუთია ვსაუბრობთ. თითქმის და დროც არ გვაქვს ამდენი, რომ ყველა დეტალი განვიხილო. მე ვამბობ უბრალოდ ძირითად დეტალები, რომლებიც თქვენთვის მინდა განგიმართოთ. ამისო გითხარით, ტიპოლოგია ეს არის საგნების ან მოვლენების კლასიფიკაცია, საერთო ნიშნი, საერთო ნიშან-თვისებები, რაც ახასიათებდა საერთო ნიშანი, ეს არის იაკობს უყვარდა იოსები, ძმებს შურდათ იოსების, ძმებმა გაყიდნენ იოსები და ახლა იესო უყვარდა თავის მამას, ხელმძღვანელობას, რელიგიურ ხელმძღვანელობას, რომელიც იყო ისრაელში, შურდათ იესოსი და რელიგიურმა ხელმძღვანელობამ გაყიდეს იესო ქრისტე. ეს ყველაფერი რაც იესო ქრისტესთან მიმართებაში ჩანს ყოველგვარი ჩაღრმავების და სიღრმეების გარეშე. ეს არის ის, რაც ფაქტიურად დევს. მაგრამ მე მინდა გესაუბროთ ის, რაც არ დევს. ერთი შეხედვით. უფრო ღრმად მინდა რომ ჩავიდეთ. მთელი ეს ისტორია, რომელიც ჩვენ გვიყვება, რომ როდესაც ძმებმა გაყიდეს იოსები და კრავის სისხლით ამოსურილი ტანსაცმელი მიუტანეს იაკობს, წერია
ესეთი რამე. ამას უკვე დაკვირვებული თვალით თუ წაიკითხავთ. წერია ესეთი რამე. სანამ იოსები იყოს ცოცხალი, იაკობს ბიბლია უწოდებს ისრაელს. როდესაც კი ისრაელმა გაიგო, რომ იოსები დაიღუპა, ბიბლია მას უწოდებს იაკობს. რატო? სიტყვა ისრაელი ჩემო კარგებო ძალიან ბევრნაირად შეიძლება ითარგმნოს. მაგრამ მისი ნამდვილი მნიშვნელობა თარგმნის, აი ბუკვალურად რომ ვთქვათ, ეს არის ღმერთის ნების გამტარებელი. ამიტომ ჩემო კარგებო, სანამ იოსები ხავდა იაკობს, ის ღმერთის ნების გამტარებელი იყო. და ჩვენ ვთქვით, რომ იოსები არის მესიის ტიპი, სანამ ებრაელებს ხავს მესია იეშუა ჰამაშიახი, ის არის ღმერთის ნების გამტარებელი. მაგრამ სანამ არ ახავს ის იეშუა ჰამაშიახი, მას არ ქვია ისრაელი. ამას ბიბლია ამბობს. ეს არის ის ერთ-ერთი მინიშნება, რომელიც არ ჩანს. ერთით შეხედვით. მეორე მინიშნება, რაც მე მინდა გითხრათ, ესეც ერთი შეხედვით არ ჩანს. ეს არის უცნაური ისტორია, იუდას ისტორია, რომელიც თითქოს და არაფერ კავშირში არ არის იოსების ისტორიასთან, მაგრამ თითქოს ჩაკვეხებული არის იქ. ჩვენ ვიცით, რომ მესია უნდა წამოსულიყო იუდას ტომიდან. რადგანაც მესია უნდა ყოფილიყო იუდას ტომიდან, რადგანაც სამეფო დინასტია არის იუდას ტომიდან. და როდესაც იუდა უტოვებს თამარს ბეს, ვთქვათ, ანუ საწიდარს, ბეჭედს მოსასხამს და კვერცხს, ეს ყველა არის ატრიბუტი მესიის. ბეჭედი ჩემო კარგებო, ეს არის ძეობის სიმბოლო, ღმერთის ძის სიმბოლო. კვერთხი ეს არის მეფობის სიმბოლო. მესია რომელიც იქნება მეფია, მეფე და მესია რომელიც იქნება ძე და მოსასხამი, ეს არის საღვთელო მოსასხამი. მესია რომელიც იქნება ღვთელი. ხედავთ, ერთ პიროვნებაშია გაერთიანებული მეფეც, ღვთელიც და ძეც, ღმერთის ძეც. ამიტომ არის ეს იუდას ისტორია ზუსტად შუაში მოქცეული იოსების ისტორიასთან დაკავშირებით, რომ მკითხველმა მიხვდეს, კი იოსები პროტოტიპია, ტიპოლოგი არის იესო ქრისტესი, მაგრამ ნამდვილი მესია იუდას ტომიდან წამოვა. რადგანაც იუდას ძე პარეცი, სახელი ფერეცი, ეს არის მაშიახის მესიის ერთ-ერთი ტიტული. და იცით როგორ ითარგმნება მესიის სიტყვა ფარეცი, სახელი ფარეცი, ფერეც. ივრითულად ფერეცი ქვია. კედელ დამანგრეველი, ზღუდე გამრღვევი. და გახსოვთ პავლე მოციქული ეფესელთა წელებში ასამბობს, მან დაანგრია ზღუდე. და რა ზღუდე? ზღუდე, რომელიც იყო ტაძარში, წარმართულ ეზოსა და ებრაულ ეზოს შორის. მან დაანგრია. ეს ზღუდის დანგრევა შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ მესიას. გასაოცარია რა. ეს მეორე პარალელი, რომელიც არ ჩანს და რომელიც მე მინდა უბრალოდ დამენახებინა თქვენთვის ეს ყველაფერი. ამ მესამე ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი პარალელია ეს. ეს არის იოსები. ცოტა წინ რო წავიდეთ, მართალია ამ თორი საკვირაო თავში არ ჩანს, მაგრამ შემდეგში ჩანს ეს.
უბრალოდ წინ როცა ავიდეთ, ეს არის იოსების რეაქცია თავის ძმების მიმართ. იოსებმა თქვა, რომ ეს თქვენ კი არ გაგიკეთებიათო. ეს ღმერთის ნება იყო, განგება იყო ესეთი. რომ თქვენ გაგეყიდათ ჩემი თავი, მე მომხდარიყავი ეგვიპტეში და დამეხსნა ეგვიპტეს შიმშილისაგან და ისრაელის 12 ძე 70 ადამიანი, რომელიც ისრაელის სახლეულობას შეადგენდა, ისიც დაეხსნა შიმშილობისაგან. ამიტომ იყო იესო ქრისტე, რომელმაც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მან არა მარტო თავისი ძეები, თავისი სახლი გამოიყვანა, ისრაელის დაიხსნა, არამედ მან მსოფლიო დაიხსნა და მაშინდელი მსოფლიო ცენტრი ეს იყო ეგვიპტე. თავისი ცივილიზაციით და თავისი სიმდიდრით. და ამას ეუბნება იოსები, რომ მე არ გაბრალებთო თქვენს არაფერს. ეს არის ყველაზე დიდი მაგალითი იმისა და მიზეზი, თუ რატო ამბობს იესო ქრისტე ჯვარზე, მამაო აპათიამად ვინაიდან არიციან რას ჩადიანო. ფაქტიურად იოსებმა ეცოცხლა თავის ძმებს, ღმერთო აპათიე, ვინაიდან არიცოდნენ რას აკეთებდნენ, რომ მე გამყიდეს ეგვიპტეში. ფაქტიურად მათი საქციელით, მათმა იოსების გაგრძვის საქციელით, მათმა დაიხსნენ თავისი თავი შიმშილობისაგან და უბედურებებისაგან. ხსებით? ეს ძალიან დიდი კონცეფცია და ღრმა კონცეფციაა, ჩემო კარგებო, რომელიც ასე ერთის შეხედვით შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ტექსტის, ბიბლიის კვლევისას აუცილებლად აღმოაჩენთ ამ მარგალიტს, ამ საუნჯეს, რომელიც ჩვენ გვეუბნება. მაშასე მე გესაუბრეთ დღეს თორის საკვირო თავი ვაეშევ და ტიპოლოგიაზე. მოგიყევით იოსების ისტორია, გამკვიდრება, რასაც ქვია, რომელიც ჩვენ გვეუბნება ვასწავლის თუ როგორ უნდა დაიმკვიდროს ადამიანმა და დამკვიდრება იწყება იესო ქრისტეში, იოსების ისტორიით. მეკითხეთ, რომ ამ სიტყვას აქვს ესხატოლოგიური მნიშვნელობა და ბოლოში გეტყვით რას ნიშნავს. წინასწარმეტყველური მნიშვნელობა უпростоრად, ну იგივე ესხატოლოგიური მნიშვნელობისაა. ანუ არ დაშავდება ესა. წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ვაეშევ დამკვიდრება. ზუსტად თუ ჩვენ გვინდა ღმერთში დავიმკვიდროთ, მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით ხდება. ამიტომაც იწყება იაკობის ისრაელის მოქმედება, ცხოვრება ხებრონში, დამკვიდრება იოსების ისტორიით. გასაოცარია ბიბლია, ძალიან გასაოცარი ტიპოლოგიური მაგალითები, უამრავია ეს, ძალიან ბევრია. მე უბრალოდ გითხარით ის რაც ჩანს და რაც დამალული იყო. დანარჩენ დამალულებს ერთი წლის მერე გეტყვით, როცა კიდევ ამ თავს განვიხილავთ ჩვენ. დღეს მოგითხარით ის რაც ღია არის ტიპოლოგია. ღია არის, რომელიც ჩვენ ერთივე შეხედვით ხედავთ, ეს არის იოსები და იესო ქრისტე მამას უყვარდა. მეორე, ეს არის იოსები და იესო ქრისტეს ძმებს შურდა. მესამე, ეს არის იოსები და იესო ქრისტე გაყიდული იქნა. და დამალული ტიპოლოგიური სახელები, ეს არის პირველი სახელი ისრაელი არის ნახსენები, როდესაც იოსები იყო ცოცხალი და მის გვერდით მას ბიბლია უწოდებს ისრაელს. როცა იოსები არაა იაკობის გვერდში, მას ბიბლია უწოდებს იაკობს. განგიმართეთ სახელი ისრაელი ნიშნავს ღმერთის ნების გამტარებელს, ბუკვალური თარგმანი ამას ნიშნავს.
ან ღმერთთან კიდევ არის ესეთი ღმერთთან ერთად მებრძოლესაც ნიშნავს ეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხდება მესიის მეშვეობით. მეორე ეს არის იუდას ისტორია, რატო არის იუდას ისტორია ნახსენები, გითხარით რომ იუდადან ეს წამოდის რომ მკითხველმა არ იფიქროს რომ იოსების, ანუ ეფრაიმის ტომიდან წამოვიდოდა მესია, ეს რომ არ ეფიქრა მკითხველს, არამედ იუდას ტომიდან უნდა წამოსულიყო და ჭეშმარიტი ტიპოლოგია, რომელიც არის ერთ ადამიანში გაერთიანებული მეფობა, ძეობა და მღვდლობა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იუდას ტომიდან მოდის და ეს იქნება იესო ქრისტე. ამ მიზეზით არის ნახსენები იუდას ისტორია, ეს ერთ-ერთი მიზეზია, დანარჩენ მიზეზებზე არ ვსაუბრობ, ამაზე შემდეგში ვისაუბრებთ. და მესამე დამალული ნიშანი ტიპოლოგია, რომელიც არის იოსებმა აპატია ძმებს ის რაც მათ გაუკეთეს, იოსებმა მათ ეს ცოდვათ არ ჩაუთვალა, როგორც იესო ქრისტემ არ ჩაუთვალა ისრაელიანელებს თავიანსი გაცემა და ჯვარზე გაკვლა. დაიმახსოვრეთ, ვინც აბრალეთ ებრაელ ერს, რომ იესო ქრისტე გააკრეს ჯვარზე, თქვენ ამით გმობთ იესო ქრისტეს მოქმედებას ჯვარზე და ღმერთის გეგმას. გმობთ, პირდაპირ გმობთ, ვინც აბრალებთ ებრაელ ერს. თქვენ უნდა გესმოდეთ ეს. გოლგოთის ჯვარზე არაფერი არ მომხდარა ისეთი, რასაც ღმერთის ნება არ იყო. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ასია. ვიმეორებ, გოლგოთის ჯვარზე და იოსების ცხოვრებაში არაფერი არ მომხდარა ისეთი რამე, რაც ღმერთის ნება არ იყო. და როცა თქვენ გამოდიხართ და ლანძღავთ ებრაელ ერს და აევნებით, თქვენ ასეთებო, თქვენ ისეთებო, ქრისტეს გამყიდველებო, თქვენ ლანძღავთ ღმერთს და გმობთ ღმერთს და ამისათვის როცა ის მოვა, ძალიან მწარე პასუხი მოგეთხოვებათ. ან სიცოცხლეშივე ძალიან მწარედ გადაიხდით ფასს. ამიტომ ფრთხილად იყავით. მაშასე, ეს იყო ჩემი დღევანდელი თემა, რაც მე მინდოდა თქვენთვის მეთქვა. იმედია ძალიან არ დაგყალეთ. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და ჩემი ერთ-ერთი ესეთი თხოვნა არის ილოცოთ ჩემზე, ილოცოთ ჩემი ოჯახისათვის, ილოცოთ იმ ეკონომიურ გასაჭირს, რომელსაც ჩვენ ვართ მთელი ეხლასო ყველა. ეკონომიურად ახლა ძალიან გვიჭირს და არა მაქვს ამდენი დრო, რომ ესე ვიდეოები ჩავწერო. არ ვიცი, ახალი წლის მერე როგორ იქნება, შეიძლება საერთოდ შევეშვა ვიდეოების ჩაწერას, ამიტომ გთხოვთ, რომ ილოცოთ. რომ მე არ მინდა ეს არხი რომ შეწყდეს და მინდა რომ მეტი თავისუფალი დრო მქონდეს და ბევრი რაღაცები, საინტერესო რაღაცები გიამბოთ. მაგრამ ამ სამწუხაროდ გარემოება ისე იქნება, რომ თითქოს აღარ ესეთი შტაბი შეიძლება შეება, რომ აღარც სამუშაო მიწყობს ხელს მე ამ ყველაფერში და აღარც თქვენ გაინტერესებთ ეს. ამიტომ ახალი წლის მერე უკვე მეცოდინება ყველაფერი რა როგორ იქნება. ილოცეთ ჩემზე, ილოცეთ ჩვენი მსახურებაზე, თუ ვისაც გინდათ რომ წარმატებული იყოს და უფრო გავფართოვდეთ, უფრო საინტერესო რაღაცებზე ვილაპარაკოთ, უფრო სტუმრები ვყავდეს ღია ეთერში, მოვიწვიოთ. ამ ყველაფერს სჭირდება სახსები, ჩემო კარგებო. ამას მე მარტო ვერ ვიზამ. მე მარტო რა, კიდევ ვინც ჩემთან ერთად არიან, ჩვენ ვერ შევძლებთ ამას. ამასაც გვჭირდება პირველ რიგში ღმერთის თანადგომა და მასთან ერთად თქვენი გვერდში თანადგომა. მაშასე გაკურთხებთ იესოს სახელით, ღმერთის ნებით გაგრძელება იქნება. ბიზრათ ჰაშემ. მადლობა.